თეატრებში სრული ანშლაგია. ყველა ბილეთი თვეებით ადრე იყიდება. არის ბილეთები სპექტაკლზე კაიდაშის ოჯახი. ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს თეატრმა თავისი 100-წლოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი აუდიტორია მიიზიდა. ბილეთების გაყიდვებს ერთი თვით ადრე ხსნით. მარტში 31 დღეა და გაყიდვის დაწყებიდან 18 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, მთელი თვისთვის. ნიშკუჩი ამბობს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას თეატრმა მუშაობა დაახლოებით 6 თვით შეაჩერა, მაგრამ როგორც კი წარმოდგენები განახლდა, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კულტურა ყველაზე რთულ დროს სულიერი სიმტკიცის ფაქტორად იქცევა. გასული წლის განმავლობაში თეატრის შემოსავალი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ იმაზე 100-ით მეტი წარმოდგენა გავმართეთ ვიდრე წინა წლებში. ნიშკუჩის თქმით, უკრაინელები საკუთარ კულტურას რუსული საფრთხის წინაშე მყოფნი ბევრად მეტად აფასებენ. ხელოვნების გამოფენის კურატორი ოლენა გროზოვსკა ამ მოსაზრებას ეთანხმება. ჩვენი იდენტობისა და კულტურის წინაშე არსებული საფრთხე დაგვეხმარა გაგვეთავისებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები კულტურას იარაღად იყენებენ. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე შესაბამისი რეაქცია არ გვქონდა. Дуже довго не були проактивними. ეს გამოფენა ალა ხორსკას ეძღვნება მხატვარსა და უკრაინელ დისიდენტს, რომელიც 1960-იან წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. Ті процеси, які იმ პროცესებს, რომლებიც მაშინ ხდებოდა, სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ. უკრაინული კულტურა ნადგურდება. რუსებმა ოკუპირებულ მარიუპოლში ხორსკას მოზაიკები გაანადგურეს. ამ გამოფენამ ძალიან ემოციური რეაქცია გამოიწვია. в Маріуполі, власне, ми потрапили в нерв. გროზნოვსკა ამბობს, რომ მართალია ხორსკას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა ამ გამოფენამ მოლოდინზე ბევრად მეტი ადამიანი მიიზიდა. За півтора місяці გამოფენას თვენახევარში 52,000 ადამიანი ესტუმრა. ასეთი ინტერესი ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო. це рекорд. უკრაინაში წიგნების გამოცემაც მკვეთრად გააქტიურდა. სახელმწიფო გამომცემლობის რეესტრის მონაცემებით 2023 წელს წიგნების გამოცემა 73%-ით გაიზარდა. ამასთან იზრდება წიგნების მაღაზიების რაოდენობაც. ეს სამსართულიანი მაღაზია სენს, რომელიც კიევის ცენტრალურ ხრეშაწიგზე მდებარეობს, გასულ წელს გაიხსნა. ჩემი გუნდი მეუბნებოდა, რომ ეს სივრცე ჩვენთვის ზედმეტად დიდი იქნებოდა. მაგრამ გახსნიდან ერთ თვეში იმავე ადამიანებმა თქვეს, რომ საკმარისი ადგილი აღარ გვაქვს და უფრო დიდი სივრცე გვჭირდება. ერინჩაკის თქმით, მაღაზიას თვეში დაახლოებით 50,000 ადამიანი სტუმრობს. სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბაზრის 70-75% რუსულ წიგნებზე მოდიოდა. როდესაც ისინი ბაზრიდან გაქრა, ისინი უკრაინულმა წიგნებმა ჩაანაცვლა. რუსეთი უკრაინული წიგნების გაყიდვას 30 წლის განმავლობაში ზღუდავდა. ერინჩაკი ამბობს, რომ ახლა იდეალური დროა, რომ უკრაინული კულტურისადმი ინტერესი გაძლიერდეს. ამ ფონზე იუნესკოს მონაცემებით რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებული ზიანის აღდგენა 2033 წლამდე წელიწადში საშუალოდ $680 მილიონი დაჯდება.